იცოდი რომ Netflix-ი AI-ს იყენებს და მისი შედეგების ნახვა შენს აკაუნტში შეიძლება. ეხლა გაჩვენებ როგორ. როდესაც შეხვალ შენს აკაუნტში, ნახავ რომ მაგალითად მე ახლა ვარ TV shows განყოფილებაში და ქვემოთ რო ჩავმოვსკროლო, აი, თქვათ, მეუბნება რომ იმიტომ რომ შენ მოგეწენა 0 day, გთავაზობ აი ამას. ეს არის არაგენერაციული AI-ის მუშაობის შედეგი. ანუ მაგალითად ChatGPT, ის რაც ყველასთვის ცნობილი არის გენერაციული AI. ქმნის რაღაც ახალ კონტენტს. მე მაგალითად ვეუბნები რომ მაჩვენე ძაღლი წყლის პირას და ფოტო დამიგენერირა და მიგენერირებს ამ ფოტოს. მაგრამ არაგენერაციული AI არაფერ ახალს არ ქმნის, უბრალოდ აანალიზებს მონაცემებს და მონაცემების გაანალიზების შედეგად რაღაც პატერნებს პოულობს და მაგალითად ამ შემთხვევაში გვაძლევს რეკომენდაციებს. მაშინ, როდესაც TV show-ში ძირითადად ხდება იმიტომ რომ შენ მოგეწონა, რომ ვნახოთ მაგალითად ფილმებში რო გადავიდეთ, ფილმებში ბოლოსკენ არის ასეთი განყოფილება, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს რაღაც მოგეწონება რა. და აქაც სხვათა შორის ძალიან საინტერესო დამთხოვები არის. შეგიძლიათ რომ შეხვიდეთ, ახლა მე დესკტოპით ვარ შესული მაგალითად ტელევიზორში, როდესაც ჩართავთ, იქ დაინახავთ ოქროსფერი ასეთი ლაიქები არის ხოლმე ახატია კონკრეტული ფილმის ან სერიალის გვერდს. სადაც მიხვდებით, რომ ეს არის შერჩეული რეკომენდაციით. ფილმი იქნება თუ სერიალი იქნება, ნებისმიერ შემთხვევაში როგორც Netflix-ი მუშაობს, არის ის, რომ აანალიზებს თქვენი აკაუნტის აქტივობას, ნახულობთ რაც დაალაიქეთ, 1 ლაიქით, 2 ლაიქით, ხო? შესაბამისად, მე ნახულობს დაახლოებით იგივე ტიპის ფილმები ან სერიალები რა შეიძლება რომ იყოს და აქედან გამომდინარე გთავაზობთ რეკომენდაციებს. თუ აქამდე არ ალაიქებდი Netflix-ში კონტენტს, აწმინდა დაალაიქო. იმიტომ რომ ეს დაეხმარება თვითონ სისტემას, რომ მან უფრო კარგად იმუშაოს და უფრო კარგი რეკომენდაციები შემოგთავაზოს. მე ამას დიდი ხანია ვაკეთებ და ყოველ ჯერზე ვაკვირდები, რომ უფრო საინტერესო, უფრო მეტი სიზუსტით მთავაზობს კონტენტს. იმედია საინტერესო იყო და ეხლა ხვდები რა არის გენერაციული და არაგენერაციული AI და შემდეგ ვიდეოს კი ვისაუბრებთ კონკრეტულად გენერაციული AI-ის მაგალითებზე. დაწერა კომენტარებში კიდევ რისი მოსმენა იქნებოდა შენთვის საინტერესო. თან ვფიქრობ, შედარებები სხვა გაგვეკეთებინა, მაგალითად ChatGPT და DeepSeek-ი, რო შევადაროთ ერთმანეთს.